სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმინდისა სულისაითა. ქრისტე აღსდგა. აღდგომის დღესასწაულიდან ორი კვირა გავიდა უკვე. ჩვენ თომას კვირას გახსოვთ ბიზეიმეთ და ვისაუბრეთ იმაზე თუ როგორ შევინარჩუნოთ ის სიხარული რომელსაც უფალი გვჩუქნის აღდგომის დღესასწაულზე. დღეს მენესაცხებლე დედების ხსენებაა. მენესაცხებლე დედების შინაგანი მდგომარეობა. ჩვენ ხშირად გვისაუბრია ამაზე, თქვენ ეს იცით. შინაგანი მდგომარეობა განაპირობებს არის საფუძველთა საფუძველი და განაპირობებს იმას, რომ ჩვენ აღდგომის დღესასწაული სულ მუდამ შენარჩუნებული გვქონდეს. თქვენ იცით, რომ მენესაცხებლე დედები თავიანთი ამ შინაგანი განსაკუთრებული მდგომარეობისა გამო მოციქულთა მოციქულებად იქცნენ. აღდგომის მახარებლები მოციქულებისათვის იყვნენ მენესაცხებლე დედები. არადა მთავარი ქრისტიანობაში სწორედ აღდგომის ხარებაა. იმიტომ რომ ჩვენი რწმენა მხოლოდ მაშინ არის რწმენა თუ ჩვენ გვწამს მკვდრეთით აღდგარი მაცხოვარი. გვწამს არა როგორც უბრალოდ ისტორიული რეალობა და ფაქტი, არამედ ჩვენი ცხოვრების მუდმივად თამდევნი მოვლენა, ფაქტორი, რომლითაც სუნთქავთ, რომლითაც ვარსებობთ, რომლითაც გვიხარია და რომელიც აღავსებს ჩვენს ყოველდღიურობას, რომლის გარეშეც აბსოლუტურად წარმოუდგენელია ჩვენი ეკლესიურობა და რა თქმა უნდა აბსოლუტურად წარმოუდგენელია ევქარისტია, ანუ სამადლობელი მსხვერპლი, ანუ ის ასე ჩვენ დღეს ვიქმნოდით და მრავალი თქვენთაგანი ეზიარება. მენესაცხებლე დედების სარწმუნოებაზე ძალიან ბევრი გვისაუბრია ჩვენ, ბევრი უსაუბრიათ სხვებს. 2000 წლის განმავლობაში მუდამ საუბრობენ ამაზე და განსაკუთრებული დღეც ეძღვნებათ მათ საეკლესიო კალენდარში. მეორე კვირა აღდგომიდან. მაგრამ მე მეჭვება, რომ რომელიმე ადამიანმა შეძლოს ამოწურვა მათი იმ სარწმუნოებრივი მდგომარეობისა, გმირობისა. იმიტომ კი არა, რომ მათ რამე ისეთი აქვთ, რაც ჩვენ არ უნდა გქონდეთ. მათ სწორედ ის აქვთ, რაც თითოეულ ჩვენთაგანს უნდა გქონდეს. არამედ უბრალოდ მათ აქვთ ის უანგარობა, რომელიც ძალიან იშვიათია რელიგიურ ცხოვრებაში. მაგრამ მარტო უანგარობაც არ არის. მათ შინაგანი მდგომარეობა ისეთი აქვთ, თითქმის ისეთი აქვთ. იმიტომ რომ ჯერ ხომ ისინი მიწაზე იმყოფებიან, როგორიც ქონდა ადამიანს დაცემამდე, უпростоრედ როგორიც ექნება ადამიანს მარადისობაში. თითქმის, იმიტომ რომ ბოლომდე რა თქმა უნდა არ აქვთ. ანუ მათი სარწმუნოება სრულ საზომს არის მიღწეული. კი რა თქმა უნდა ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ ძალიან უყვარდათ უფალი და აქედან გამომდინარე ისინი ერთგულებენ გარდაცვლილ უფალსაც, მაგრამ მოციქულებს არ უყვარდათ. განა პეტრეს არ უყვარდა, რომელმაც სამჯერ უარყო. და ნახეთ როგორ უარყო. მესამედ რო უარყო და მამალმა რომ იყივლა, მერე მოვიდა გონს. ანუ სახარებას რო კითხულობ, ხა იუდასთან სხვა შემთხვევა, იუდა წინასწარ განზრახული აქვს ბოროტება, მოქმედებს გეგმაზომიერად და ასე შემდეგ. იუდა სხვა შემთხვევაა. იუდა რაციონალისტია, რაციონალურად მოქმედებს. მან იცის რატომ აკეთებს ამას. თუმცა რა თქმა უნდა, მას თავისი გულიც ეხმარება, გული რომელმაც არათუ ვერ შეიყვარა ალბათ, არამედ შეიძულა კიდევაც. თუმცა ბოლოს კი ეცოდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სიძულვილის მიახლოებულია გრძნობა უფლისადმი. პეტრე ეს არ არის, პეტრეს უყვარს. და პეტრე როცა მესამედ უარყოფს, მხოლოდ მე მოეგება გონზე, ისიც იმიტომ, რომ მამალმა იყივლა და ქრისტემ შეხედა. და ამბობს საშინელ სიტყვებს, არ ვიცნობო მაგ კაცს.
არ უყვარდა პეტრეს. დღესაც სახარებაში წავიკითხეთ. უთხარითო მოციქულებსო, მენასასხებლა დედებს ეუბნებიან ანგელოზები. მოციქულებსო თუ მოწაფეებსო და პეტრესო, ნახეთ, ცალკე არის პეტრე გამოყოფილი. ესე იგი მოციქულთა რიგებშიც აღარ იხსენიება იმ ღალატის გამო. მაგრამ მიტოვებული არ არის პეტრესო, მოციქულებს უთხარით და პეტრეს. ანუ ღალატი მისი ძალიან მძიმე რამ ჩაიდინა, ცუდი რამ ჩაიდინა. არ ვიცნობ მაგ კაცს, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, სახარებას კითხულობ და აშკარად ჩანს. პეტრე გონს მხოლოდ მე მოეგება, როცა ის ამას გააკეთებს. ანუ თავდავიწყებაშია, საკუთარ თავს არ ეკუთვნის. შიშმა გადაძალაო ადამიანი იტყვის. პეტრე არ არის შიშარა ადამიანი. პეტრე ერთადერთი იშიშლებს მახვილს, რომ უფალი დაიცვას. აბა რა დაემართა პეტრეს? და თუ ეს დაემართა პეტრეს, შეიძლება თუ არა დაგვემართოს ეს ჩვენ და რა შეიძლება დაგვემართოს ჩვენ? გეციმანის ბაღში ჩვენ ვერ მოხვდებით. უფლის შეურაცხყოფას, ცემას, ფურთხებას ვერ დავესწრებით. რეალურად ეს ისტორიაში უკვე მოხდა. ისტორიულ ჭრილში ვსაუბრობ. არავინ არ მკითხავს, რომ შენც იმასთან ახარ, ხო? და ვერ მოვახერხებთ თქვათ, რომ არა, არ ვიცნობ მაგ კაცს. მაგრამ რა შეიძლება დაგვემართოს პეტრესავით? ისე კაცმა რო თქვას, მოციქულებსაც ეშინიათ. პეტრე გეციმანის ბაღი თქვი, არა. ის ეზო, მღვდელთავართა ეზო. პეტრე მღვდელთავართა ეზოში მაინც შევიდა, შიგნით. და მოციქულები იქაც არ შესულან დანარჩენები. ასე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მათ არანაკლებ ცუდი მდგომარეობა აქვს ჩინაგან. რა არის ეს? სიყვარული არ აქვთო ვერ ვიტყვით. შიში. ახლა საერთოდ კაცს, მამაკაცს თუ ის მამაკაცია და ქალსაც, კაცმა რო თქვას და ქალის თუ ვაჟკაცია და ადამიანს საერთოდ თავგანწირვის უნარი აქვს და რამ 12 მოციქულიდან ყველა ესეთი იქნებოდა, რომლებიც შიშისაგან დაიმალებოდა. ანუ მთლად მასეც არ იქნება საქმე, ხო? ერთი მამაცი მაინც ხო იქნებოდა, კაცო. ესე იგი სიყვარული ჰქონდათ. ვერ ვიტყვით, რომ შიშრები არიან. ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომელსაც შეიძლება ხან შეეშინდეთ, ხან აშკაცურად მოიქცნენ. ჩვეულებრივი, როგორც ყველა ადამიანი. უფალი უყვართ და მზად არიან თავი გაწიბრონ სხვა ადგილებში ჩანს. პრობლემა რწმენაში ხომ არ არის. აი ისეთ რწმენაში, რომელიც მე მენასაცხებლედებს აღმოაჩნდა და ავლენენ მენასაცხებლედები ამ რწმენას და მათ არ აქვთ. რა რწმენა ქონათ მენასაცხებლედებს? ეხლა ეს ჩვენი ვარაუდია, ჩვენ რა ვიცით მათ სულში რა ხდებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ მიუხედავად იმისა, რომ თითქოს და ყველაფერი დასრულებულია, მიუხედავად იმისა, რომ გეკითხათ, ეხლა აბა რა იქნება და ისინი ალბათ ხრებს აიჩეჩავდნენ, ნუ რა იქნება, არ იციან, მოკლეს, ფაქტურად მკვდარია ქრისტე. მკვდარია და მიდიან, რომ მის სხეულს პატივი მიაგონ. მაგრამ მათი ქმედება, ანუ მათი რელიგიურობა, მოდი ესე ვთქვათ, მათი სარწმუნოება ქმედებაში გამოხატული, ცხოვრების წესში გამოხატული ისეთია, რომ მათ გულმხურვალე რწმენა აქვთ. ისინი ისე იქცევიან, როგორც უნდა იქცევდას, იმაზე უკეთ ეხლა მაშინ ვერ მოიქცევი. აი, რა სარწმუნოებაც არ უნდა ქონდეთ მათ, რა მდგომარეობაც. სულ ერთია, რას გიპასუხებენ მენასაცხებლედები? კითხვაზე, რომ აბა ეხლა რა იქნება და რა მოხდება და ეხლა რა ვქნათ? პასუხი შეიძლება არა აქვთ დედებს. მაგრამ სამაგიეროდ მათი ცხოვრება, მათი ქმედება არის ისეთი, რომელზე უკეთესით შეუძლებელია. ანუ სრული სარწმუნოება, სრული საქმეში გამოვლენილი. ბოლომდე ერთგულება თავგანწირვამდე, იმიტომ რომ იქ შესაძლებელი იყო მათი თქვათ შეიძლება მოკვდინებაც კი, იმიტომ რომ ეხა იქ ნახევრად ველური რომაელი ჯარისკაცები, რომელმაც ცოტა ხნის წინ ქრისტე აწამეს და შეიძლება მისული იყვნენ ესეთი ღამე და იქ რა მოხდებოდა, ვინიც ის ანუ საშიშროება სახეზე იყო. მით უმეტეს ისინი შესვლას მოინდომებდნენ და ასე შემდეგ. ასე რომ მათი სარწმუნოება საქმეში გამოვლენილი. გახსოვთ ხო გვასწავლის თუ არ ვწდები იაკობ მოციქული, რომ საქმის გარეშე სარწმუნოება მკვდარია და საქმე არის.
ესე იგი სარწმუნოებრივი საქმე არის. რა საქმეა? ყველაზე მთავარი ერთგულება ადამიანად მოსული ღმერთისადმი. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ქრისტესადმი ერთგულება არის უმთავრესი რა ქვაკუთხედი ჩვენი სარწმუნოებისა. ადამიანი შინაგანად ჩვენ ვიცით რომ ცოდვით დაცემის მერე დანაწევრდა, დაიშალა. ადამიანი სული ადამიანს მარტივი აქვს, ანუ სული მისი არ იშლება, მაგრამ ადამიანის სული, რომელიც უმთავრესია ადამიანის ბუნებაში, ანუ სული უპირატესია ვიდრე ხორცი, თუმცა ხორციც აუცილებელია, იმიტომ რომ პავლე მოციქულიც გვასწავლის, რომ ადიდეთ ღმერთი ხორცით ამაგითა თქვენითა და გარდა ამისა, ვინმეს რომ არ ეგონოს, რომ საკუთარ ხორცს, რასაც უნდა იმას უზავს, დღესომალი გავრცელებული სოხედულობა, რომ ეს ხორცხეული ჩემი რასაც მინდა იმას უზავო, პავლე მოციქული გვაფრთხილებს, რომ შენ არ გეკუთვნის, იმიტომ რომ ქრისტეს სისხლით ახარ გამოსყიდული. ქრისტეს ზუსტად შენერი სხეული ქონდა და მან გამოგისყიდა შენ სისხლით. პოტენციურად რა თქმა უნდა, შენ თუ მერე გადაწყვიტავ. ამიტომ რომ ამბობ, რომ შენ გეკუთვნის, არ გეკუთვნის შენ, იმიტომ რომ შენ ღმერთის ქმნილება ხარ. ღმერთი შენ გინდა თუ არ გინდა არსებობს. ღმერთის არსებობით შენ შეიძლება ითქვას, გარკვეულად შენი თავისუფლება იზღუდება, იმიტომ რომ თუ შენი თავისუფლება გინდა ამ ხრივაც გააფართოო, რომ ღმერთი არ არსებობდეს, მაშინ შენ ეშმაკს ემსგავსები. ცხოველს არა, ეშმაკს, იმიტომ რომ ცხოველს ეს პრეტენზიები არ აქვს. ღმერთის არსებობით სინამდვილეში ჩვენი თავისუფლება ისევე არ იზღუდება, როგორც 5 წლის ბავშვის თავისუფლება არ შეიძლება იზღუდებოდეს მოსიყვარულე მშობლების სახლში ცხოვრები. შეუძლებელია პირიქით. ისინი მოსიყვარულე მშობლები პატარა ბავშვის თავისუფლებასა და მის განვითარებაზე ზრუნავენ და ყველა საშუალებას იყენებენ იმისათვის, რომ პირიქით ის განვითარდეს როგორც თავისუფალი ლაღი და სიყვარულით ახსავსე არსება და მშობლების გარეშე ეს ვერ მოხდებოდა. თუმცა წარმოგიდგენთ პატარა ბავშვმა რომ გააპროტესტოს, რომ მე მშობლები თავისუფლებაში ხელს მისწიან, ეს ხო აბსურდია, მაგრამ მეორე მხრივ მშობლების არსებობა გარკვეულად ზღუდავს, მაგრამ არა თავისუფლებას, არამედ თავნებობას. ადამიანის ესეა. ადამიანის თავისუფლება აბსოლუტური არ არის, ისე როგორც ღმერთის თავისუფლება. იმიტომ რომ შენი თავისუფლება გარკვეულწილად შეზღუდულია თუნდაც იმით, რომ შენ 21 საუკუნის მკვიდრი ხარ, მამაკაცი ხარ და არა დედაკაცი, თუმცა დღეს ამაზე პროტესტი აქვს. ქართველი ხარ თუ არა ქართველი ხარ, ქრისტიანულ გარემოში დაიბადე თუ არა ქრისტიანულ გარემოში დაიბადე, ესეთი ნიჭერება მოგეცა თუ სხვადასხვა ნიჭერებები მოგეცა. და ის რომ ღმერთი არის ღმერთი, რომელმაც სინდისი მოგცა და რომელიც გეუბნება, რომ შენ, რადგან მე ვარ ღმერთი გეუბნება, შენ ჩემი ხატი ხარ და ვალდებულება გაქვს, რომ ჩემი მსგავსი გახდე. ეს შეიძლება ვიღაცამ თავისუფლების შეზღუდვად აღიქვას კიდევაც. მაგრამ იმ ადამიანების გასაგონად შეიძლება ეთქვას, ვინც აი ამას, რაც მე ვთქვი, რომ შენ ღმერთი არის და ხატი ხარ მისი, ესეთად დაიბადე, ამას ვერსად ვერ გაექცევი. შენ არც კითხა არავინ, ისე დაიბადე, შენ გარკვეულწილად შენი თავისუფლება ამით შეზღუდულია და კიდე ვალდებულება გაქვს, რომ ღმერთის მსგავსი გახდე. თუ ვინმე ამას ჩათვლის თავისუფლების შეზღუდვად, მართლა თუ ჩათვლის, მაშინ ჩვენ ასეთ ადამიანებს ჩვენ შეგვიძლია უთხრათ, რომ მაშინ თქვენ სხვა გზა არ რჩებათ თუ არა უკუმიმართულებთ 180 გრადუსით უკან. ეს არის პირუტყვის უკეთეს შემთხვევაში და უარეს შემთხვევაში დემონური მდგომარეობა. სხვა მესამე ადამიანს მესამე არჩევანი არ აქვს. ან წინ და ან უკან. ეს თავისუფლების შეზღუდვაა, ვიღაცამ შეიძლება ესეთად ჩათვალოს. მე მახსოვს ერთხელ ერთი ადამიანი, რომელიც რაღაც ნახევრად ქრისტიანულ, ნახევრად ოკულტურ მოძღვრებას ეწეოდა და ერთი პერიოდი დადიოდა, ქადაგებდა, დიწიგნებს უშვებდა, ხა აღარც ვასახელებ ვინ არის ამ მნიშვნელობა. მე მაშინ ვიყავი სტუდენტი და მახსოვს მაინტერესებდა ვინ არის მეთქი და მის ლექციას დავესწარი და გამოუგნებელი იყო, იმის ლექცია ხო გამოუგნებელი იყო და მანამდე სანამ ლექციაში შევიდოდა საუბარი ქონდა თავის მეგობართან და ამოიოხრა ტკივილით, რა უბედურებაა რომ ადამიანად დავიბადეო. გესმით, რაღაც მომენტში შეიძლება გულწრფელია, იმიტომ რომ მან ის ხედავს პასუხისმგებლობას და ტვირთს ადამიანობისა. დიდი ტვირთია ეს. ამიტომ ჩვენ თუ ჩვენი ადამიანობით ვიზღუდებით, რომ ადამიანობა ღვთისხატობას ნიშნავს და ესე იგი ვალდებულებას, რომ მსგავსნი გავხდეთ ღვთისა, კი, შეიძლება ადამიანმა თქვას ეს, მაგრამ ადამიანი ხარ და ხა რა სიზა? თუ ისაც არ უნდა და როგორ გაექცევი თუ არა კი? აბაჰა.
აბა ქენი რამე და აღარ იყავი ადამიანი. ადამიანი უკვე ისე იბადება, რომ მორჩილება შენი დაბად, შენი არსებობა უკვე მორჩილებას გასწავლებს. მოკლედ ჩვენ ცოტა გადავუხვიეთ საკითხს და ისევ მენელსასხიბლე დედებს დაუბრუნდეთ და მენელსასხიბლე დედებთან დაკავშირებით რომლებსაც ჩვენერი ხორცი და სული აქვს და სული უპირატესია მეთქი ეს თქვი სული მართალია ერთი მთლიანობაა, მაგრამ ქრისტიანობა განარჩევს სამ ნაწილს სულისას. ეს არის მისი ნებელობითი ნაწილი, აი რასაც ჩვენ ნებას ვეძახით. ნება ბუნების თვისებაა, სული და ხურცი ერთია და ეს სულის ნებელობითი ნაწილი. რომელიც ისრაფის თავისუფლებისკენ, მას არ უყვარს შეზღუდვა. ამიტომ ხშირად ამბობენ, რომ ჩვენი რელიგიური არჩევანი ეს ჩვენი ნების თავისუფალი გადაწყვეტილებაა. ჩვენი ნება ამბობს ამას, რომ მე ვირჩევ ამას. და ეს ბუნებრივია, რომ ეს ნორმალურიც არის. თუმცა აქ არის ერთი ნიუანსი. ადამიანს სულს კიდე სხვა ნაწილები აქვს. ნაწილები პირობითია. უბრალოდ სული ავლენს საკუთარ თავს აი ამ სამ თვისებაში. იმიტომ რომ სული განუყოფელია, ვერ დაყოფ, ვერ დაანაწილებ, ვერ მოასლი რაიმე ნაწილს, იმიტომ რომ ეს მარტივი აგებულების არის. მარტივი ნიშნავს არა კნინობითი გაგებით, არამედ იმ გაგებით, რომ ვერ დაშლი, როგორც მატერიას შლი, სულს ესე ვერ დაშლი. სულ სხვა ნაწილები აქვს, გამოვლინებები, ნაწილები, თვისებები. ეს არის მისი ემოციური გზნობითი ნაწილი. ემოციური და გზნობითი ნაწილი ესეთი რამეა, რაც ჩვენს რელიგიურ ცხოვრებას გარკვეულად განაპირობებს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ ქრისტიანობა, იგივე ქრისტიანობაში და სხვა რელიგიებში ეს რელიგიური გზნობები სუბიექტურად განიცდება. გზნობის მიერ იწყდება. ხო, ჩვენ ხშირად გაგვიგია, რომ გული არის შემეცნების ორგანო ქრისტიანობაში. იმიტომ რომ ქრისტიანობაში მით უმეტეს ღმერთის სიყვარულია და ღმერთთან ურთიერთობა სიყვარულის გარეშე შეუძლებელია. იქ სადაც სიყვარული კნინდება ქრისტიანობაში, ქრისტიანობა იქცევა ქრისტიანული ფორმის იუდეველობად. ან მუსულმანობად, რაღაცა ეგეთად იქცევა, ანუ სადაც არ არის განკაცებული ღმერთი, რომელიც სიყვარულს გვასწავლის თავის ცხოვრების წესით. განკაცებული ღმერთი რომ არ არის, იმიტომ არის იქ დეფიციტი იმ სიყვარულისა, რა სიყვარულსაც ქრისტიანობა გვთავაზობს. სიყვარული, რა თქმა უნდა, სიყვარული ათეისტებშიც არის. მაგრამ აი სიყვარული ცნებასა ახალს მოგცემთ თქვენ. ხო, ხშირად მithქვას, ამას კითხულობ და რა ახალი მცნებაა, ნეტავი იყვარებოდეთ ურთიერთობას. მაგი ათეისტი რო ვიყავი, მაშინაც მე ვიცოდი, რომ კარგი იყო, როცა მიყვარხარ. და უფრო კარგია, როცა გიყვარვარ. ვიცოდი ეს, მე ძალიან კარგად. მაგრამ არა, ქრისტე აგზელებს, ვითარცა მე თქვენ შეგიყვარეთ, ეს არის ქრისტიანობის უნიკალურობა. ღმერთი მოდის ადამიანად და გეუნება, ისე გიყვარდეთ ერთმანეთი, ვითარცა მე თქვენ შეგიყვარეთ. ეს არცად სხვაგან ვერ იქნება, იმიტომ რომ სხვა არავინ არსებობს განკაცებულ ღმერთს. ამიტომ სულის აი ამ ემოციური გზნობითი ნაწილის გარეშე შეუძლებელია რელიგიური ცხოვრება ქრისტიანობაში. მაგრამ ეს არის სუბიექტური განცდა. აი ადამიანი აღთხოვი მიყვარს, უყვარს. მაგრამ ხიბლის არსებობს და რა უყვარს, კაცმა რო თქვას. რა უყვარს? მართლა უყვარს? ეგება ეშლება რა. იმიტომ რომ ღმერთი ხო ობიექტურად არსებული ჭეშმარიტებაა. დღეს რომ სიყვარულის სახელით საშინელებებს და სიბინძურეებს აკეთებენ და მკრახელებებს ჩადიან, ალბათ ეგეთი ისტორიაში არ ყოფილა. ამიტომ არს სულს აქვს კიდე მესამე ნაწილი, ეს არის სულის გონიერი ნაწილი. რომელსაც შემეცნების უნარი აქვს. ტვინი არ არის ეს. ტვინია. ეს ტვინი არის განჯის ლოგიკის უნარი, რომელიც გარე სამყაროსთან ურთიერთობაშია. სულის გონიერი ნაწილი, რომელმაც უნდა ღმერთი ეძებოს. ღმერთის ზიება, აი, მე ფსალმუნის სიტყვებს ამოგიკითხავთ. ეს 69 ფსალმუნია. გალობდნენ და იხარებდნენ შენ და მიყვოველნი, რომელიც გეძიებენ შენობა. და ძიება სწორედ სულის გონიერი ნაწილი ხდება, მაგრამ გული გიდასტურებს, გალობს და იხარებს. ანუ ის, ვინც ღმერთს ეძებს, ის გალობს და იხარებს. ნებელობაც ჩანს აქ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეძებს და
დასტურს აძლევს სულის გონიერი ნაწილი, კიდე არასწორად ჩვენ მიჩვეული ვართ. გულისკენ უნდა გავიშვიროთ მაინც აქაც ამ შემთხვევაშიც და შემდეგ გალობს და იხარებს. გალობდნენ და იხარებდნენ შენ და მი ყოველნი რომელი გეძიებენ შენ უფალ. ადამიანს თუ და რწმენა მორწმუნე სული როგორია? მაგალითად ჩვენ ვიცით რომ ცალკე გონება როცა არის, გონებას უეჭვებშია. აბა მართლაც ესია, გონებას უნდა რომ დაუდასტუროს. გონებას უნდა რომ ხელი მოკიდოს. თომა მოციქულის მაგალითი გახსოვთ როგორია? თუ გზნობითი ნაწილია არ არის სანდო, ხიბლი იცის ამან, კაცმარი იცის იქ ადამიანს ასუბიექტური ზმანებები აქვს. ნებელობითი ნაწილი კიდე ამორის გარეშე მიმართულებას სწორედ ვერ აიღებს. მაგრამ ვერსად ვერ ნახავთ სულის რელიგიურ ნაწილს. ის არ არსებობს. ის ზემდგომია. არადა სწორედ სულსა აქვს უნარი ღმერთს, ჭეშმარიტ ღმერთს მიწვდეს და სწორედ აი აქ ხდება ის საოცრება, რასაც ადამიანის ჭეშმარიტი სარწმუნოება ქვია. ცალკე არც ნებელობა, ცალკე არც ემოციური და გზნობითი ნაწილი, ცალკე არც გონიერი ნაწილი. იმიტომ რომ ცალკე თუ არის რაღაც ჩართული ამ რელიგიურ ძიებაში, ყოველთვის შეცდომას აქვს ადგილი და სამახინჯებას. სამივე ერთად და ამ სამივეზე ამაღლებული რაღაც საოცრება, რომელსაც უკვე სულის რელიგიურობა ქვია, ჭეშმარიტი სარწმუნოება ქვია. თქვენ გაგიგიათ ალბათ ესეთი სიტყვა, მთლიან სიბრძნეობა ქართულად. ცელომუდრია რუსულად ესე არის სლავურად, ცელომუდრია. ანუ ეს არის გამთლიანება შინაგანი ადამიანისა, რომლის დროსაც ადამიანს პრობლემა აღარ აქვს უკვე სულიერ ცხოვრებაში. ის ამარცხებს ყველა ნებისმიერ ეჭვს. ის ამარცხებს ყველა ნებისმიერ არასწორ სუბიექტურ გადახრას რელიგიურ ცხოვრებაში. ის ამარცხებს ნებისმიერ არასწორ მიმართულებას საკუთარი ნებისა. ანუ ესე დროს ნება, გრძნობა და გონება სულის ეს სამი ნაწილი არის ერთად. გაერთიანებული იმ საოცრებით, რასაც იმ თვისებით, იმ უნარით, რასაც სულის უნარი ქვია, რომელსაც ქვია სარწმუნოება. რომელიც კრავს ამ ყველაფერს თლიანობაში. ესეთი სული იმორჩილებს სხეულს. და საბოლოო ჯამში ადამიანის პიროვნება, რომელიც აკეთებს არჩევანს ღმერთო მე შენთან მინდა, ეს ყველაფერი ერთდროულად არის უკვე მიძღვნილი მსხვერპლი, უწმინდესი მსხვერპლი, რომელიც გადაზდილია ქების და სამადლობელ მსხვერპლში იგივე წირვისას, ეს არის შესაწირავი ღვთისათვის. და მაშინ ადამიანის სულიწმინდის ტაძარი ხდება. ეს ერთგვარი საღვთისმეტყველო თეორიაზე, ამაზე იმიტომ გესაუბრებით, იმიტომ კი არ გესაუბრებით, რომ გონება დაგვიმზიმდეს და მე დაგვავიწყდეს. არა, ეს ჩვენთვის გამოსაყენებელია. როცა ჩვენ ხშირად საუბრობთ გონიერ ლოცვაზე, სწორედ ეს იგულისხმება. მე ჩემი ნებით მივდივარ, ვდგები უფალთან და ვცდილობ გონებით, ანუ სულის გონიერი ნაწილი განჟას მოვწყვიტო, გულში ჩავიდე და გავერთიანდე. ანუ გონიერი ლოცვა ნიშნავს გაერთიანებას ადამიანისას. რომელიც გარეგანი საშუალება ყველაზე ეფექტური ეს არის იესოს ლოცვა. ამიტომ იესოს ლოცვა ამგვარად აღსრულებული არის ღმერთთან ზიარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა. თითქმის არანაკლები ვიდრე ევქარისტია. და ხშირად მომიყვანია მარიამ ეგვიპტელის მაგალითი და სხვა განდეგილი მამების მაგალითი. აი მსგავსი რამ შეიძლება დავინახოთ მენესასხებლე დედებთან, იმიტომ რომ წესით მათი ლოგიკა ალბათ კარნახობდა ყველაფერი დასრულებული. მოციქულებსაც ესე კარნახობს, მაგრამ აი დედების შინაგანი ერთობა ვერ დაარღვია ამ ეჭვებმა. იმიტომ რომ მათში სარწმუნოება საოცრად ძლიერია. და რატომ მაგაზე პასუხი მე არ მაქვს. შეიძლება სადმე წერია, შეიძლება რომელიმე წმინდა მამა ამაზე ამბობს, მაგრამ მე არ ვიცი. ჩემთვის აუხსნელი ფენომენია. როგორ მოახერხეს მათ გაცილებით უფრო მეტი გმირობის, სულიერი გმირობის გამოვლენა, იმიტომ რომ რწმენას მართლაც გმირობა ჭირდება, ვიდრე მამაკაცები. ჩვენ დღეს რა ვქნათ? როგორ მოვახერხოთ ის, რომ მსგავსი სარწმუნოება გქონდეს? დღეს ეკლესიაში მრავალი პრობლემაა. ეს პრობლემა ზოგი ფიქრობს, რომ ეს გარეგნული ხასიათის არის. ზოგი ფიქრობს, რომ ეკლესია გარკვეულად საჭიროებს რეფორმებს კარგი გაგებით, არა რევოლუციური გაგებით, არამედ კარგი გაგებით. ზოგი ფიქრობს, რომ ეკლესია საჭიროებს რუის ურბნისის კრებას. შეიძლება.
რატომაც არ შეიძლება. მაგრამ მე მაინც გონია რომ რა კრებებიც არ უნდა ჩაატარო და რა რეფორმებიც არ უნდა გაატარო თუ მთავარს არ გავაკეთებთ ეკლესიაში რომელიც ჩვენი შიდა ცხოვრების მოწესრიგებას გამოიწვევს და ჩვენ გაგვამთლიანებს ჯერ შიგნით ჩვენ ერთობა გვინდა ხოლმე და ერთობა გვინდა და შედალოცვილო შიგნით არა გაქვს შენ თავში ერთობა შენ ხარ დაშლილი შენი სულის ის თავარი გონიერი და ნებელობითი და გზნობითი ნაწილი დაშლილი გაქვს აქედან გამომდინარე შენ სხეულს ვერ აკონტროლებ და ვნებებით ივსები და როგორ უნდა მოხდეს ამ დაშლილი არსებების გაერთიანება როგორ ცოდვაში კი ბატონო გავერთიანდებით მაგრამ აი თუ და პერიოდულად შეიძლება ღვთის მადლითაც გავერთიანდეთ შეიძლება საერთო განსაცდელმაც გაგვერთიანოს მაგრამ შინაგანად ჩვენი ერთობა მაინც ვერ იქნება ისეთი როგორიც უნდა იყოს იმიტომ რომ თავარში არა ვართ ქრისტიანები ერთი ეს თავარი არის ის შინაგანი ცხოვრება რომელიც არის თავარი ეკლესიურ ცხოვრებაში აი ჩვენ რამდენი ხანი ეკლესიაში დავდივართ 1 წელი 2 წელი 5 10 15 20 ზოგი მეტი მრავალ თქვენთაგანს შეეძლო ეს კითხვა დაესვა აქ თუ არა სხვაგან შეიძლება ზოგს აქაც მაგრამ თუ ეს კითხვა არ დასმულა თქვენს მიერ შინაგანად ეს პრობლემა ყველას გვაქვს ამას იმიტომ ვახსენებ ერთ-ერთი ადამიანი ერთ-ერთ მღვდელს ესე უსვამდა ის მღვდელი მე იხსენებს რომ ერთ-ერთ ქალმა დაუსვა ესეთი კითხვა მოვიდაო და მეკითხება რომ აი ყველაფერს ვაკეთებ აი ახალი მოსულია და დაიწყო ახსარებით ცხოვრებაზე არებით ლოცულობს და ასე ყველაფერს აკეთებს ყველაფერს გარეგნულად რაც საჭიროა და მე ეკითხება აი მას ყველაფერს ვაკეთებ და ამის შემდეგ რა უნდა გავაკეთო და მე ეს მღვდელი იხსენებს ახალგაზრდა მღვდელია რომ მე დავფიქრდიო კაცო თუ მართლაც ამ ყველაფერს აკეთებს და მე მართლა რა უნდა გააკეთოს და ამ ადამიანს აშკარად დეფიციტი აქვს ნახეთ რა გონიერი ქალი იყო ის ყველაფერს აკეთებს მაგრამ დეფიციტი აქვს და ჩვენ ამ დეფიციტს ვერ ვგზნობთ იცით როგორ არის ადამიანი ზოგი რო ავათარი რაღაც დაავადებით და მინერალებისაგან კალცისაგან თუ კალიუმისაგან რო ეშლება ძვლები და ესა ეფიტება ძვლები და უცებ ძვალი სადღაც რო გადატყდება აი რო გადატყდება მერე მოეგება გონზე ან ვერ მოეგება და დარჩება ესე აქაც ესეა ჩვენ არასწორი რელიგიური არასწორი სარწმუნოებრივი ცხოვრებით და არასწორი რელიგიურობით ჩვენ სულიერად ენერგიას იმ მადლს კარგავთ რომელმაც ჩვენ მოგვიყვანა და ნელა ვიფიტებით და იცით რა შევლინდება მე ეს ადამიანი დადის ამდენიმე წელი აქტიური ეკლესიური ცხოვრება მე ნელა ქრება და ზოგი სამუდამოდ ქრება ან წლები აღარ მოდის და რა ვიცი მე რა იქნება ან ადამიანი არ ქრება მაგრამ ერთი ნაბიჯს არ დგავს და მისი ეკლესიურობა რაღაცას ან ფარისეულური ხდება, ან ისტერიული ხდება, ან რაღაცა თავს ფარისეულური კიდევ იმას ნიშნავს, რომ ფანატიკურიც არის შეიძლება ამავე დროს. ან საკუთარი თავის სიამაყის და საკუთარი ეგოს გაზდას ემსახურება. სიმახინჯეს თანა გვაქვს ადგილი ხოლმე. ანუ ისეთ მდგომარეობას იღებს ადამიანი ხანდახან ჯობია წავიდეს და იქ რო არის წასული სიმდაბლე აქ რო აი ვერ შევძელი და აწუხებს. და აქ რო რჩება იმას შეიძლება არც პირიქით აწუხებს კი არა ისეა გაგულისებული ყველაფერი იცის ეს არის ადამიანი ეხლა მღვდლები ნახეთ მღვდლები საწავლენ სადმა წავიდეთ ეხლა აქა ვარ და ვარ წარმოგიდგენიათ თუ მღვდელს ეს სწორესულიერი ცხოვრება არა აქვს და წარმოგიდგენთ რა დღეში აღმოჩნდება ან ფარისეველი იქნება ან ფანატიკოსი იქნება ან რა ვიცი გაფუყული იქნება ნუ რასას შინელება იქნება წარმოგიდგენიათ ნუ ვერსად ვერ მიდის ერის კაცი ქემაინც წავა და იქ აბა ვერ შევძელი და თავს დაიმდაბლოს და მაგრამ როგორ დაიმდაბლოს თავი აქ არის და რა ქნას მე აქედან წარმოიშობა ის არაჯანსაღი მოვლენები რაც ხდება ხოლმე იგივე სასულიერო პირებში ეკლესიაში ერთობა კარგია იცოცხლე დიდება უფალს თორე რამე განსასწრელია ერზე აგერ განსასწრელი იყო ერზე და გავერთიანდით აბა არ გავერთიანდით ქუძე კაცი გამოვიდა თან ისე რომ მომზადებულებიც კი არ ვიყავით ფაქტობრივად ეს იყო აი სპონტანურად უცებ იხულა ხალხმა და გამოვიდა ჩვენ გქონდა პროგრამა მინიმუმი ამ შემთხვევაში რომ ეს
უმცირესობათა შეკრება არ ჩატარებული იყო. ეს პროგრამა მინიმუმი იყო. ამან ჩვენ გაგვაერთიანა. ეხლა იტყვით თუ ეგ მინიმუმი იყო, მაქსიმუმი რაღა იყო? მაქსიმუმსაც გეტყვით რა იყო. მინიმუმი იყო, რომ არ ჩატარებული იყო. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩატარებული იყო. არავითარ შემთხვევაში. გამორიცხული იყო მის ჩატარება. ის რომ ჩატარებული იყო, ხვალე უარესი იქნებოდა. ზეგ უარესი, მასზე უარესი და თუ არა და შედით ინტერნეტ საიტებში და ნახეთ რა ხდება მსოფლიოში. მილიონობით ადამიანი იკრებებიან. კოლოსალურ თანხებს ხარჯავენ. რომ ეს აღლუმები ჩაატარო. ტყუილით შებურვილი ესო ეს არის არაფერი ბუნა არ მოგატყვილონა. თეოლოგი გამოდის ერთ-ერთი აკადემია დამთავრებული საწყალი მართლა მეცოდება, კარგი ბიჭია. და აქეთ ერთ ხარეს ბიბლიას დებს. და მეორე ხარეს ესე იგი სოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ ავადმყოფობათა ნუსხას, საიდანაც თურმე ამოღებულია ჰომოსექსუალიზმი როგორც ავადმყოფობა და ბიბლიაზე უპირატესად იმას წარმოაჩენს, ვითომ არ იცის, რომ რა ძალები შეიძლება მოქმედებდნენ ამ ყველაფრის მიღმა. და რომ კანონი და რაღაცა ნუსხა არაფერს ნიშნავს, ეგრე აბორტის დაშვებულია. მაგრამ ნორმა არის? ანუ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩატარებული იყო. კიდევ ვიმეორებ, იმიტომ და კიდევ ესეთი გამოყავთ სუსტებად. დაუცველება ტყუილია მათ უკან მთელი მსოფლიო დგას უზარმაზარი ფინანსები თქვენ წარმოგიდგენიათ როგორ დახფოფინებდნენ იმ რამდენიმე ათეულ კაცს რა ფინანსები იხარჯება კიდევ ვიმეორებ გადახედეთ ევროპაში და ნახავთ მილიონები იხარჯება როცა უამრავი ბავშვი კვდება მშიერი წელიწადში როგორც ვიცი 9 მილიონი ბავშვი კვდება შიმშილისაგან მილიონი წელიწადში. და ამ დროს ესენი რაში ხარჯავენ? და ღიაკარებს უამტვრევენ ეგ არის საოცრება. აი, რაში იხარჯა? ეს იცით რა არის, რომ ბუნებრივ ნორმალურმა ადამიანებმა, რომლებსაც ეს პრობლემა არ აქვს, თქვა, ამ შემთხვევაში ამ კუთხით ჯანმრთელმა ადამიანებმა, ყოველწლიურად გამოვხატოთ ჩვენი ჰეტეროსექსუალობა, გამოვიდეთ და აი ესე ნახევრად შიშულებმა ვიხტუნაო და ვკოცნოთ ერთმანეთი და ამაში მილიონები იხარჯებოდეს, ბიჭო. იყავი ჰეტეროსექსუალი, ვინ გიშლის, ვინ გივარდება ოჯახში? ან საყვარლებს ვინ უვარდება, ან ცოლ-ქმარს ვინ უვარდება. ან მათ ვინ არც მათ არავინ არ უვარდება და რატო სურთ ეს? იმიტომ რომ დააკანონონ ეს როგორც ნორმა. კიდევ ვინმე ხშირად თქვი, ეს არის ეს როგორც ეპიდემია ისე ვრცელდება. როგორც სექსუალური აღვირახსნილობა ვრცელდება, როგორც ეპიდემია, ესეც როგორც ეპიდემია ვრცელდება მთელ მსოფლიოში. ეს არის ეპიდემია, რომელიც გადადის არა ვირუსით, არამედ წამხედურობით, მიმბაძოლობით. და დაცემული ადამიანური ბუნების თვისებით, რომ ყველა ცუდი შეიწოვოს. დაცემული ადამიანი, აი ბავშვი ხო აგიზდიათ, რა ძნელად ისწავლის სიკეთეს და გინებას და დაჩაგვრას ადვილად ისწავლის. დაცემულ ბუნებას აქვს ეს თვისება, ცუდს ადვილად იწოვს. და ძნელი, აი როგორც ყანაში, ესე იგი, ძალიან ძნელია რომ სიმინდი ამოვიდეს, მაგრამ ძალიან ადვილია სარეველა თავისავად ამოდის ათესოცამო, ზუსტად იგივე მდგომარეობა. ამიტომ ჩვენი შვილების სახელით და იმ ადამიანების სახელით, რომლებიც განკურნებულან ამ ცოდვისაგან და ამ ავადმყოფობისაგან და იმ ადამიანთა სახელით, ვინც კიდე განიკურნებიან და განიკურნებიან იმიტომ, რომ მათ იციან, რომ ეს არ არის ნორმა და ებრძვიან. აი ამათი სახელით და მომავალში იმათი სახელით, ვინც კიდე განიკურნება. არ დაუშვებთ სანამ საქართველოში ქართველი ცოცხალია, იმიტომ რომ თუ აქ ნორმა გახდება, მაშინ ის ადამიანები ვეღარ განიკურნებიან, იმიტომ რომ ის ჩათვლიან და ნორმალურად ცხოვრობენ. ეს იყო პროგრამა მინიმუმი და ჩვენ ეს გავაკეთეთ, რომ იქ არ შესრულებულიყო ეს აქცია, მაგრამ იყო მაქსიმუმი პროგრამა. და რა არის იცით ეს მაქსიმუმი? ეს ყველაფერი გაკეთებული იყო ისე ქრისტეს რომ მოეწონებოდა. ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ რას დევნით, მათ არავინ არ დევნის. ამ პროპაგანდას დევნის ქართველი ხალხი პროპაგანდას და ეკლესია ხმას იმაღლებს პროპაგანდის წინააღმდეგ, მაგრამ იყო პროგრამა მაქსიმუმი, ეს გაკეთებული იყო ქრისტიანულად ბოლომდე და მაქსიმუმი რატომ იცით? იმიტომ რომ პირველი ადვილი გასაკეთებელი იყო. რატო იყო ადვილი? იმიტომ რომ ქართველი ჯერ კიდე ქართველობს საქართველოში. მას ღირსება აქვს, ქართველ კაცს ღირსება აქვს, ქართველ ქალსაც. ამ ადამიანური ღირსება აქვს. ამიტომ ამას არ დაუშვებდნენ, მაგრამ ეს ადვილი გასაკეთებელი იყო. ნახეთ რამდენი ხალხი გამოვიდა. შემდეგ წელს 10-მდენი გამოვა. მაგრამ აი მაქსიმუმი, იმიტომ არის მაქსიმუმი, რომ ძნელი გასაკეთებელი იყო, იმიტომ რომ იმას მარტო ეს ჩვენი ეროვნული ემოციები და კაცური ღირსება კი არ ჭირდებოდა, იმას ქრისტიანული სული ჭირდებოდა, ანუ ეს ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო აგრესიის გარეშე და ეს ვერ გავაკეთეთ. ეს იყო
ცუნამი რო წამოვიდა ეს ხალხი ღდლები რო არ ყოფილიყავით იქ და პოლიცია რო არ ყოფილიყო იქ რა მოხდებოდა თქვენ წარმოგიდგენიათ იქ საშინელება მოხდებოდა რომ არ ყოფილიყვნენ სასულიერო პირები და რომ არ ყოფილიყო პოლიცია ეს იყო ცუნამი ხალხის მაგრამ კიდევ ვიმეორებ ხომ შეიძლებოდა ყველაფერი აგრესიის გარეშე დამთავრებულიყო ხალხი დამდგარი იყო ის სადაც მათ უნდა ჩაეტარებინა და დამთავრდა ვერ მოხერხდა ვერც მრავალი სასულიერო პირი ან ნაწილი სასულიერო პირების აღმოჩნდა ისეთ სიმაღლეზე როგორც საჭირო იყო გასაგებია ჩვენ ეხლა რამე ახალი რამეს კი წინაშე კი არ დავდექით ჩვენ ეხლა ძალიან კარგად ვიცოდით რომ ჩვენი სასულიერო პირები იესოს ლოცვით არ განდევნიდან იქ უხილავ ეშმაკებს მაგრამ ეს პრობლემა ხომ არსებობს როგორც პრობლემა ხომ ნებისმიერ ექსტრემალურ სიტუაციაში სასულიერო პირი უნდა იყოს სასულიერო პირი არავითარ შემთხვევაში მან არ უნდა დაუშვას საკუთარ თავში აგრესია და თუ რაიმე პედაგოგიური მოსაზრებით დაუშვებს არ ეხება ეს ადამიანს ქრისტეს გაბრაზდა და გამოყარა მევაჭრეების შოლტით და მაგიდები გადააყირავა მაგრამ ადამიანს არ შეხებია ის ცხოველები გამოყარა მაგიდები ააყირავა და ასე შემდეგ ადამიანს არ შეხებია ამით უფალმა გვასწავლა რომ ადამიანი ხელშეუხებელია ვინც აღიღოს მაღვილი მამახვილითვე დაეცეს ეხლა მე კითხვა მიჩნდება შევძლებდით თუ არა ეს პროგრამა მინიმუმის შესრულებას ისე რომ ეს მაქსიმუმით შეგვესრულებინა ვერ შევძლებდით ეხლა ჩანს ეს იმიტომ ვერ შევძლებდით რომ მიზეზი იმაში კი არ არის რომ ჩვენ გვინდოდა მაგრამ ჩვენი არასწორი სულიერი ცხოვრება შვება ამას იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ თუ ქრისტიანი და მით უმეტეს სასულიერო პირი იმიტომ არის სასულიერო პირი და იმიტომ არის ქრისტიანი რომ მას ღმერთი წამს ადამიანად მოსული ღმერთი წამს და ეზიარება და წირვებზე დადის ეს საკმარისი არ არის საჭიროა ის შინაგანი მთლიანობის მოპოვება რომელიც ჩვენ ასე ძალიან გვიჭირს ამიტომ კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ იმისათვის რომ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალოს უკეთესობისკენ იმისათვის რომ ჩვენ ნებისმიერ გამოწვევას ამასოფლისას დემონურ გამოწვევებს როცა ჩვენ ეკლესიას გვაქვს ვალდებულება ღვთის წინაშე რომ ჩვენ ერს და ჩვენ შვილებს გაუფრთხილდეთ და ბოლომდე დავიცვათ და კიდე დავიცავთ ისინი ხო ხედავ იმუქრებიან კიდე ჩავატარ ვერ ჩაატარებენ სანამ ქართველი ერთი ცოცხალია ეს გამორიცხულია ეს აბსოლუტურად გამორიცხულია მაგრამ ჩვენ ღვთის წინაშე უნდა ვიყოთ მართლები ჩვენ მათ წინაშე თავს არ გავიმართლებთ ადამიანი რომ იმას იტყვის რომ კაცი რომ კაცს ცოლად მოიყვანს ეს ნორმაო იმასთან თავს არ გავიმართლებ მე ამბიონიდან ვერ ვიტყვი ყველაფერს რომ დავაწვიმანო ეს რას ნიშნავს კაცი რომ კაცს ცოლად მოიყვანს ეს რასთან ამაქვს საქმე მაგრამ ღვთის წინაშე ხომ უნდა ვიყო მართალი იმ ადამიანის წინაშე რომელიც ღმერთს ეძებს საქართველოში ხომ უნდა ვიყო მართალი და იმათ უნდა უთხრა ჩვენ ვიცავთ სიმართლეს და მრისხანებით კი არა უпростоრედ აგრესიით კი არა თორემ მრისხანება ბუნებრივია რომ ქონდეს ცოდვის მიმართ და არანორმალურობის მიმართ ადამიანს არ უნდა ვერჩოდეთ აგრესიის მიმართ ანუ იმისათვის რომ ჩვენში ეს ჩვენ უნდა დაგვენახა ჩვენ სასულიერო პირებსაც და მრევლსაც და იმათ ვინც თავს დებს სიმართლე ანუ ვინც სიმართლეს ხარეზე ვისაც გონია რომ სიმართლის ხარეზეა და უფალი გეუბნება ვინც უცოდველია ქვა იმან ჩაარტყასო და შენ დალოცვილო ჩაქოლვა რო გინდა გასაგები არა არ უნდა ჩაატარებინო მაგრამ მე ჩაქოლვა რო გინდა უცოდველი ხარ ქრისტე არ გეკითხება შენ ვინც უცოდველია მან პირველად ჩაარტყასო ქვაო უცოდველი ხარ შენ ვერ ხედავ შენ ცოდვებს იმისათვის რომ ჩვენ მაგალითი მივცეთ ქრისტიანებმა მთელ ერს გასაგებია რომ ისინი ამას ვერ ჩაატარებენ მაგრამ კიდევ ვიმეორებ თავარი ეს არ არის ჩვენ პროგრამა მაქსიმუმი უკვე გასაკეთებელი ღვთის წინაშე ვიყოთ მართლები და იმისათვის რომ ჩვენ ერს ვასწავლოთ რომ ღვთის წინაშე სიმართლე რას ნიშნავს ჩვენ უნდა ვიყოთ კარგი ქრისტიანები იმიტომ რომ საქმეზე რომ მიდგეს ჩვენსკენ რომ მოიშვიროს ქრისტემ ხელი და თქვენც ეგეთები ხართ არ ამცოდვისნაირები მაგრამ სხვა მხრივ მე ქრისტეს გამოვეკიდებით და ყოველ შემთხვევაში ვერ ვიცნობთ ქრისტეს გახსოვთ როგორ ცნობს ხალხი ქრისტეს რატო არ დაიჭირეთ რატო არ მოიყვანეთო რო ეკითხებიან მღვდელთავრები ეს კაცი ისე ლაპარაკობდა როგორც სხვას არასოდეს არავის არ ულაპარაკიაო
ხედავდნენ რაღაცას ქრისტეში, რაღაც საოცარ ძალას, რომელიც მაგნიტივით იზიდავდა ადამიანებს. აი ამას ვერ დავინახავთ. გახსოვთ ქრისტიანობა მარცხნივ ყოფ თიკნებს, რომ ესე იგი ისინი რეუნებიან უფალო რამდენადაც ვაკეთებდით და თქვენ მე არ მომხედეთო ქრისტიანობა, არასდროს არ მომხედეთ, არასოდეს ყურადღება არ მომაქცევ და როდისო ვერ ცნობენ, ჩვენ ვიქნებით ადამიანები, რომლებიც კი ჰომოსექსუალისტებს და ამ ცოდვილებს ვდევნით და უნდა ვდევნოთ ცოდვა და არა ადამიანი და არ მივცეთ უფლება ცოდვას რომ ესე იგი გამრავლდეს, ეს გასაგებია, მაგრამ ჩვენ ვერ ვიცნობთ ქრისტეს და რა მნიშვნელობა აქვს? აი მაგალითად, როდესაც პავლე მოციქული ჩამოთვლის თუ მამათმავლობა რომ ძიმე ცოდვა, იქვე მრუშობასაც ჩამოთვლის. იქ რამდენი მრუშს ქონა ქვა აღებული. რამდენ მემთრალეს ქონა ის ქვა აღებული. რამდენ ნარკომანს ქონდა აღებული და რამდენ საერთოდ უღმერთოს ქონა ქვა აღებული, რომელსაც უნდა ჩაეკოლათ მამათმავალი. რამდენს ქონდა აღებული. კი ვიღაცა მეტყვის რომ იონო ქროპერიც ამბობს რომ მამათმავლობა ყველა ამ ცოდვაზე უფრო საზიზღარია, მაგრამ ის რა დანარჩენები ჯოჯოხეთის კანდიდატებად ხდის და რა მნიშვნელობა აქვს რომელი იარუსი აღმოჩნდები ჯოჯოხეთში. შეხო ქრისტეს მოღალატე ხარ, ასეს დუ ისეს და ერთი ქრისტეს მოღალატე მეორე ქრისტეს მოღალატეს ქოლავს. და რა უპირატესობა გაქვს? ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ საკუთარ თავს თუ არ მივხედეთ, უფალი მე ამ მადლს აიღებს, ღვთისმშობლის წილხედრობის მადლს და საფარველს აიღებს და მე უკვე იმის თავიც აღარ გვექნება ჩვენი შვილები ჰომოსექსუალისტების ძალადობისაგან დავიცვათ. იმის თავიც აღარ გვექნება მე უკვე. იმიტომ რომ ქრისტეს მოღალატეებად ვიქნებით. და ეს ყველაფერი იწყება აი აქ იწყება წირვის ჩატარება უნდა ვისწავლოთ. წირვის აღსრულება, წირვაზე დგომა. აი მამაო ჩვენ რა ვთქვით? მე შემთხვევით არ გამიკეთებია ეს, მე ეს არის პირველი ნაბიჯი და მე ვეცდები რომ თქვენი ჩართულობა იყოს მაქსიმალური წირვაზე. იმიტომ რომ ხშირად ვთქვას, მარტო მღვდელი არ წირავს, მამა თეოდორეს და მეორე მამა თეოდორეს და დიაკონებს არ უწირავთ. ჩვენ ყველამ ერთად ვწირეთ, ოღონდ ბევრს ეს არ ესმის. ყველამ ერთად ვწირეთ. საიდუმლო ლოცვებს ვცდილობ ხმამაღლა ვიკითხო რომ გაიგოთ. ეხლა მე არ მაქვს უფლება, თორე ამას ქსეროქს გადავამრავლებდი და დაგირიგებდით ამ საიდუმლო ლოცვებს, როცა მღვდელი კითხულობს, რომ თქვენს თანამონაწილენი იყოთ. საიდუმლო ის იმიტომ კი არა რომ დამალულია, იმიტომ რომ საიდუმლოება აღესრულება, როგორც დათლობისას, როგორც ესე იგი წირვისას და ისა ქორწინებისას და ასე შემდეგ, ზეთის კურთხევისას. ამიტომ ქვია საიდუმლო, ღმერთი ჩვენთან არის ამ ლოცვებთან ერთად. ჩვენ დაკარგული გვაქვს ეს ერთიანობის განცდა, აბა რა ქვია, იმას, როდესაც ადამიანი მოვა და დილას აღამოს ლოცვებს ან ზიარების წინა ლოცვებს კითხულობს ლიტურგიის დროს. ერთი პერიოდი ეს ისე გავრცელდა, რომ ადამიანებმა გაავრცელეს და მეც ვიყავი მათ შორის, ჩემი ბრალეულობაც იყო, ვრცელდებოდა ბროშურები, სადაც რა უნდა იკითხოს ერისკაცმა წირვის დროს, როცა მღვდელი ჩუმად კითხულობს და ესე იგი მღვდელი თავისთვის იყო და ეს ლოცვა კიდე ადამიანს საერთოდ განაშორებდა იმ ერთობისაგან. იმდენად არ გვესმოდა. და ეს ეკლესიის თლიანი ეკლესიის პრობლემა. იცით რომ თქვენ რომ რუსეთში რევოლუციამდე იყო მთელი რაღაც ჯგუფები შექმნილი სამღვდელოების, რომლებიც იცით რა შეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, ვინ უფრო სწრაფად დაამთავრებდა წირვას. შეჯიბრება ქონა, წარმოგიდგენიათ? რა კოშმარული მდგომარეობა იყო და იმიტომაც მიიღეს ეს რევოლუცია. ისე კასპარო თქვა ჩვენ შეჯიბრების გარეშეც ასე ვაკეთებთ ხოლმე, ხშირ შემთხვევაში და თუმცა ჯეჯრობით თავი არ მოგვიწონებია ამით მადლობა ღმერთს. ამიტომ ჩვენი უმთავრესი პრობლემა ის რომ ჩავწვდეთ თუ რა მოხდათ მენელსაცხებლებდებთან, როგორ მოხდა რომ მათ აი ესეთ ექსტრემალურ, ყველაზე მძიმე სიტუაციაში, თითქმის ისეთი სიტუაცია, როგორც ავაზაკს ჰქონდა, როცა მის გვერდზე ქრისტე კვდებოდა, თითქმის ისეთივე სიტუაციაში საოცრად ერთგულებას იჩენენ და ღირსი ხდებიან აღდგომის სიხარული პირველად გაიგონ და განიცადონ და მოციქულთა მახარებლები იყვნენ, რის გამო მოხდა მათში ესე. გაერთიანდა მათი შინაგანი სამყარო და ეს სწორე ლოცვითი მსახურების სახში რასაც ვაკეთებთ. ანუ ღმერთის ძიებით, აი როცა გალობს და იხარებს ადამიანი, იმიტომ რომ ღმერთს ეძებს და გვიხარია ჩვენ სახში როცა ვლოცულობ. და ის რასაც სწორედ აღსრულებული წირვა ქვია. და ადამიანების თანამონაწილეობა, სრული თანამონაწილეობა წირვაზე. აი რასაც ეს ყოველივე ქვია, აი ამის გარეშე ეს ყოველივე არის შეუძლებელი. ამიტომ ჩვენ ვერცეთ გამოწვევას ვერ გაუძლებთ და ყოველთვის შეიძლება შევასრულოთ პროგრამა მინიმუმი. სანამ ღმერთი კიდე ჩვენთან არის, მაგრამ მაქსიმუმს ვერ შევასრულებთ, თორე თუ დიდხანს ვერ შევასრულებთ ამ მაქსიმუმს, ანუ ყველაფერს ქრისტიანულად სუფთა ხელებით არ გავაკეთებთ, ყოველგვარი აგრესიისა და მართლაც ქრისტიანული აგრესიის გარეშე და ქრისტიანული სიყვარულით დადგება ჟამი, როდესაც ქრისტე ჩვენგან აიღებს მადლს და გახედეთ სოფლიოში რა ხდება.
ნორმაო და როგორ შიშლდებიან და რეებს აკეთებენ ქუჩაში. აი აქამდე დავალ და ჩვენი შვილები და შვილიშვილები იქნებიან ამის მონაწილე და შემსრულებლებიც მომავალ ჩვენ არ მოვეგებით გონზე. და კიდევ მეორე წამალი ამის ერთადერთი ეს არის უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელიც გვასწავლის ყველაფერს აბსოლუტურად. იმასაც რომ ვინც პირველია, ვინც უცოდველია, ქვა იმანესროლოსო და გეუბნება რომ ქვა არაიო და ცოდვილს ეუბნება მეტი აღარ ცოდო და სხვა ადგილას ამბობს რომ უფრო უარესი არ დაგემართოს. შეგვეციოს მელესაცხებლე დედები თავიანთი თლიანი გამთლიანებული სულებით შეგვეციო და გვასწავლონ მართლაც როგორ უნდა ვიცხოვროთ ქრისტიანულად სწორედ, რომ ამ მართლაც უცნაურ და ძალიან ჭრელ და ცოდვით ახსავსე და არეულ 21 საუკუნეში სწორედ გავიკვლიოთ გზა და სწორედ ვიპოვოთ ის ვიწრო კარიბჭე, რომელსაც ბევრი ეძებენ და ვერ პოულობენ, მაგრამ ვინც გულხურვალეთ და სწორედ ეძებენ, ყველანი პოულობენ. რომელი კარებიც არის თავად უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღმრთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.